თავარია შეჯიბზე რომ გახვალ შენი მაქსიმუმი გააკეთო რა ყოველთვის და ის არ კონდეს რომ ანუ ეს რატო არ გავაკეთე. ყველა სპორტსმენმა უნდა იგრძნოს ის რაც მე ვიგრძენი რა. ძალიან მაგარი შეგრძნება როცა შენი ქვეყნის ჰიმნი გესმის, მიზანი მაქვს და მაგისთვის ყველაფერს ვაკეთებ რომ ეს მიზნამდე მივიდე. მე თუ მაგალითად ტელეფონში ვიქნები სულ და არაფერს არ გავაკეთებ, მაგ მიზნისგან ძალიან შორს წავალ. პირველად მოხვდი ასაკობრივ ნაკრებში, იმის მერე უკვე ჩემს თავს უფრო მეც ვთხოვ, ვიდრე მაგალითად 9 წლის ასაკში მოვთხოვდი ჩემს თავს. მსოფლიო ჩემპიონატი წავაგე 2023 წელს და თქვი პირველად რომ მეთქი მივატოვებ ჭიდაობას აღარ მინდა მეთქი რა. და ჩამოვედი სახლში, საქართველოში და მე სახლში რომ მივედი, გადაწყვეტილი მქონდა მიტოვება რა. იმას არ ნიშნავს რომ შენ ეს ნაშრომი წყალში ჩაგიყარა, რა თქმა უნდა. შემდეგ ის რო გააგზელებ შრომას, რა თქმა უნდა ის რაც ქონდა ნაშრომი მას ემატება ყველაფერი და ერთ დღეს მაინც იჩენს თავს. გამარჯობა, დღევანდელი სტუმარი გახლავთ არც მეტი, არც ნაკლები. საქართველოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი ვახტანგ ლოლუა. გამარჯობა, ვახო. გამარჯობა. როგორ ხარ? კარგად, თავად. მეც კარგად და ძალიან მიხარია, რომ ასეთი სტუმარი ხარ ჩემთან პოდკასტში. და როგორც ვიცი, ზოგადად შენთვის პოდკასტში დებიუტია, ხო? კი, პირველად ვარ. ძალიან კარგი, ძალიან მიხარია ეს ამბავი. აბა მითხარი, რა არის შენთვის რას ნიშნავს ეს ფაქტი, რომ საქართველოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი ხარ, ეს ამხელა ესეთი მიღწევა არის? რა თქმა უნდა, პირველ რიგში კარგია ის, რომ ესეთი რაღაც მოუტანე ჩემს ქვეყანას. რა თქმა უნდა, შესანარჩუნებელია ეს ტიტული. მოპოვება ძალიან მარტივი არა, მაგრამ მოსაპოვებლად უფრო მარტივია, ვიდრე შენარჩუნება რა. და რა ვიცი, ძალიან გახარებული ვარ, რომ ჩემი ქვეყნის ჰიმნი ავაჟღერე საზღვრებს გარეთ. და როგორ დაიწყო ზოგადად შენი ეს გზა, ანუ ჭიდაობა საერთოდ როგორ მიხვედი ბერძნულ-რომაული სახეობის არის ხო ბერძნულ-რომაული სტილის ჭიდაობა? ჭიდაობაზე შევედი 9 წლის ასაკში. ჩემი არჩევანი არ ყოფილა ჭიდაობაზე შესვლა. თავიდან ფეხბურთი მინდოდა, მაგრამ რავი მშობლების ხათრით შევედი ჭიდაობაზე და მე შემიყვარდა იქ ორი გარემო მომეწონა, მწვრთნელების თბილი დახვედრა და შემიყვარდა და მე გავაგზავნე ჭიდაობაზე ვარჯიში თანდათან ვიხვეწებოდი და შემდეგ მოხვდი ასაკობრივ ნაკრებებში და იქიდან მოდის ჩემი ეს ტიტულები რა. პირველად ვასპარეზობდი ახლა მსოფლიო ჩემპიონატზეც. დებიუტი იყო რა ჩემი. და თან ესეც წარმატებული. ელოდი ისე? სიმართლე გითხრათ არ ველოდი, იმიტომ რომ წინასწარ აღნიშნე რომ დებიუტი იყო, მაგრამ უნდა მებრძოლა და ჩემი მაქსიმუმი უნდა გამეკეთებია, რაც მქონდა ნაშრომი რა. ისე იმ ანუ შარშან 2025 წელს ხო 2025 წლის ზაგრების მსოფლიო ჩემპიონატი იყო სადაც მოიგე და იმავე წელს ევროპის ჩემპიონატზე ქონდა მოგებული როგორც ვიცი ბრინჯაო ხო ხო და ანუ მე ესე ბრინჯაოს მე უფრო მეტი შემართებით თავდაჯერებულობა მომეცა მეტი რომ ევროპის ჩემპიონატზე რომ მესამე ადგილი ავიღე მსოფლიო ჩემპიონატზეც მინდოდა მინიმუმ იგივე სინჯის медали, მაგრამ რა თქმა უნდა ყველა სპორტსმენის რავი ოცნება ოქროს медали და საქართველოს ჰიმნი რო აჟღერდეს რა. და რავი ისე განვითარდა იქ ორი მოვლენები რომ გავხდე მსოფლიო ჩემპიონი რა. რთული იყო ისე? რა თქმა უნდა. თითეული შეხვედრა, თითეული შეჯიბრი სპორტსმენთვის ყოველთვის რთულია როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად. და გაქვს ესე გამოკვეთილად ყველაზე რთული ჭიდაობა, ასე ვთქვათ, ყველაზე რთული ბრძოლა მსოფლიო ჩემპიონატზე? ხო. რა თქმა უნდა, ყველა დაძაბული შეხვედრა მქონდა. თითქმის ყველა შეხვედრა პირველი შეხვედრის გარდა თითქმის დანარჩენი შეხვედრები ბოლო წამებზე მოვიგე ხოლმე და რავი. ძალიან რთული იყო ჩემთვის რა. შენი რაღაც განსაკუთრებული სტილი გაქვს ისე უკვე შემუშავებული თუ მიყვები ასე ვთქვათ რაღაც ტრადიციულ სტილს? ხო რა თქმა უნდა, ყველას თავისი სტილი აქვს, მაგრამ მეც შემებული რა, ასე რომ ვთქვათ. განსაკუთრებული არაფერია. შენი მწვრთნელი არის, როგორც ვიცი, ლადო გეგეშიძე, ხო? დიახ. და მის ალბათ მიყვები მის დარიგებებს. რა თქმა უნდა, თუ მწვრთნელს არ მოусმინე და მწვრთნელის დარიგებები არ გაითვალისწინე, ისე მარტო სპორტსმენი ვერაფერს ვერ გახდები რა. რა თქმა უნდა, ვარჯიშებზეც, შეჯიბრის გასვლამდეც სულ მქონდა
დარიგებები, რომ ეს ასე უნდა გააკეთო, ასე უნდა გააკეთო და რა ვიცი, ყველაფერს ვასრულებდი და ალბათ იმის დამსახურებაა, რომ დღეს მსოფლიო ჩემპიონი ვარ რა. ჩვენი მწვრთნელების, ნაკრების მწვრთნელების, პირადი მწვრთნელის და რა ვიცი, ყველას საერთოდ. რაღაც მომენტში თქვი თუ არ ვცდები, რომ ძალიან ნერვიულობდი, რომ რამე არ ეთქვათო, რო არ მომეგო, ესე დაახლოებით ესე თქვი და ანუ მაინც გაქვს ხოლმე ის განცდა, რომ თუ რაღაცა წაგების შემთხვევაში ნერვიულობ მაინც. რა თქმა უნდა, ნერვიულობა ყოველთვისაა შესვლის დროს და რა ვიცი, ხა როცა წააგებ მით უმეტეს იმას ნერვიულობ, რომ აი ის არ მქონია არასდროს, რომ ანუ თავარია შეჯიბზე რომ გახვალ შენი მაქსიმუმი გააკეთო რა ყოველთვის და ის არ კონდეს რომ ანუ ეს რატო არ გავაკეთე. მაქსიმუმს როცა გააკეთებ და შენს თავთან რო იქნები რომ ეს მე ყველაფერი გავაკეთე რა ჩემეძლო რესურსი რო ამოვწურე, მაშინ უკვე არაფერზე არ ნერვიულობ, მაგრამ ალბათ იმიტომ ნერვიულობ, რომ გასული ყავი ქვეყნის სახესაჩვენებს, რავი, ძალიან სოფლიოში და ისა ალბათ რომ ისე ვერ წარმოაჩინე შენი ქვეყანა როგორც საჭირო იყო რა და ესა ალბათ სანერვიულო. და ის მომენტი, როდესაც აი კვარცხლბეკზე დგები და საქართველოს ჰიმნი აჟღერდება, ამ მომენტში რა განცდა გავს? ეგ არის ყველაზე მაგარი შეგრძნება, რაც ოდესმე მე მქონია და რა ვიცი, სპორტსმენებს ყველას იმას უსურვებ, რა ვიცი, ისე ყველა სპორტსმენმა უნდა იგრძნოს ის რაც მე ვიგრძენი რა. ძალიან მაგარი შეგრძნება, როცა შენი ქვეყნის ჰიმნი გესმის და ჟღერდება რა. მაგარი შეგრძნებაა ძალიან. შენ წარმოშობით ხობიდან ხარ, ხო, როგორც ვიცი. და ანუ როგორც თქვი, ჯერ ფეხბურთი გინდოდა და შემდეგ შეხვედი და ეხლანდელი გადმოსახედიდან გამართლებულია, ხო ეს? რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. კი. მე თავიდანაც ვთქვი, რომ ანუ ჩემი სურვილი არ იყო ჭიდაოზე შესვლა, მაგრამ მე ისე მომეწონა იქაური გარემო, რომ მე შემიყვარდა რა და ბოლოს დავრჩი აქ. და რომ ვისულიყავი და რომ არ მქონოდა ისეთი თბილი დახვედრა რაღაცა, რა თქმა უნდა არ გავაგზელებდი. და მწვრთნელების დიდი დამსახურება, რა თქმა უნდა, პირობებს როცა შეგიქმნიან ისიც, რომ მოგეწონოს დამწყებ სპორტსმენს, მაგას რაჯობია. ისე ვინ არის შენი კუმირი და ასე თქვაც მისაბაძი მაგალითი ვინ იყო და ვისაც მიყვებოდი? ნუგზარ წურწუმიას, ჩემი გარდაცვლილი ძმაკაცის, რომელიც მის ჭიდაობებზე ვიზრდებოდი და რავი, ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო ვარ. და შენ ერთ ინტერვიუში თქვი, რომ მედლები აგაქვს მის საფლავზე, ხო? დიახ. და იყავი იქ, ხო? რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. კი. ხო, შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს. კი. რაც შეეხება ზოგადად აი მაინტერესებს ახლა 18 წლის რო გახდი სოფლიო ჩემპიონი, რაღაც განსაკუთრებული ფსიქოლოგიური მომზადება გაქვს ალბათ, ხო? ფიზიკურ მომზადებასთან ერთად. აი როგორ გადის ეს ზოგადად, აი როგორ მიხვედი მაგ გზამდე, თქვა, აი როგორ ემზადებოდი ფსიქოლოგიურად. რა თქმა უნდა, დღის რეჟიმი უნდა გქონდეს რა, ფსიქოლოგი ცალკე ყავს, ანუ ფსიქოლოგის ყავს ჩვენ ჭიდაობაში და რა ვიცი, დიდ დროს არ ვატარებ ფსიქოლოგთან, მაგრამ ყოველ მეორე დღე მაინც ფსიქოლოგთან შევდივართ და რაღაცებს გვირჩევს და რა ვიცი, ფსიქოლოგიურად უნდა იყო პირველ რიგში მზად რა, თუ ფსიქოლოგიურად არ ხარ მზად, ფიზიკურად რომ მაგრად იყო არაფერს არ შეცვლის რა. ეგა ალბათ რეჟიმია მთავარი რა, როგორ ემზადები. აი როგორია მაგალითად შენი რეჟიმი? დღეში ორჯერ ვარჯიშობთ დილით და საღამოს, დღეში 3 ჯერ ვიკვებებით. შეკრება გრძელდება დაახლოებით 2 კვირა მინიმუმ. და რა ვიცი, ყოველ დღე 11-ის ნახევარზე უკვე წვევით ხოლმე და 11 საათზე უკვე გძინავს რა თითქმის ყველა სპორტსმენს. და რავი დილით ვდგებით. ადრე ვსეირნობთ. შემდეგ 11 საათზე ისე ვარჯიში გვაქვს და ასე გრძელდება ყოველდღიურად რა. ეს ბავშვობიდან ასე მოდის, ხო? რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. და როცა შეკრება გაქვთ, მაშინ ხართ ისეთი ამ რეჟიმში, ასე ვთქვა, და კვების, მაგალითად კვების და ზოგადად თუ არა, რა თქმა უნდა მე ვარ ხოლმე კვების იმას რა. ჭამას მის მოყვარული ვარ ძალიან, მიყვარს და როცა მაგალითად შეჯიბრი მოსულია, აი როცა დარჩენილია 1-2 თვე ასე, უკვე მაშინ რა ქვია ნაკრებში ყავს ექიმები, რომელიც დღის რაციონს გიწერს, რა უნდა იკვებო, დღევანდელ ჭამაზე რა უნდა ჭამო და ასე რა. როცა სახლში ვარ და არაფერს არ ვემზადები, მაშინ ცოტა არასპორტულადაც ვიკვებები რა.
რომელიც ძალიან ცუდია, მაგრამ მე მგონი არ არსებობს ეს ადამიანი არ არის, ვინც სულ რეჟიმშია. მაგრამ რეჟიმი უპირველეს ყოვლისა რა. რაც შეეხება ფიზიკურად, ანუ ვარჯიშობთ, სულ ვარჯიშობ ალბათ, ხო? მთელი არა მარტო შეჯიბრის წინ ალბათ ზოგადად ისედაც ხო? რა თქმა უნდა, ვარჯიშით ყოველთვის. მე უბრალოდ გავუმახვილე კვებას. ვარჯიშით ყოველთვის. ბავშვობიდან ალბათ, ხო? 9 წლიდან რა. 9 წლიდან უკვე აქტიურად ვარ ჭიდაობაში ჩართული. და შენს რაიონში, ანუ ესე ალბათ ისეთი პოპულარული სპორტის სახეობა, ხო? დიახ, რა თქმა უნდა. არიან გყავს კიდე თანატოლები, რომლებიც აი რა თქმა უნდა, ტიტულოვანი სპორტსმენებიც არიან, ახლა როგორც გზარწურწუმი აღნიშნე, მსოფლიო ჩემპიონია მრავალჯერ, ევროპის ვიცე-ჩემპიონი და მედლების მქონე ადამიანი ჯონი ხეცურიანი, რომელიც ევროპის პრიზიორია, ევროპის ვიცე-ჩემპიონია, მსოფლიო ჩემპიონია ასაკობრივებში და არიან ბიჭები რა. და მოდიან ისეთი ახალგაზრდები, რომელსაც აქვთ იმის შესაძლებლობა რომ გახდნენ მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონები რა. შენ ახლა მათთვის შენ ხარ ერთ-ერთი მისაბაძ მაგალითი ალბათ, ხო? რა იდეა ხო? კი. ძალიან მიხარია ეს. რა არის ისეთი, ანუ აი პასუხისმგებლობა არის ძალიან დიდი, ხო? და რაღაცნაირი თითქოს ფსიქოლოგიური ზეწოლაც არის, ხო, პატარა ასაკში მსოფლიო ჩემპიონი გახდი და ანუ აი როგორ უმკლავდები ამას? რავი, როგორ თქვა, არ ვიცი. ხო, აი რას ფიქრობ ხოლმე, ახლა რო გახდი და აი ყველა მაგას გეუბნება და რაღაც აი ძალიან სასიხარულოა, მაგრამ როგორც თქვი ადრე, შესანარჩუნებლად უფრო რთულია, იმიტომ რომ მეტი პასუხისმგებლობაა. მსოფლიო ჩემპიონი გახდი, უფრო თვალს გადევნებენ და უფრო მეტი როგორ ვთქვათ, ჭყალებში მოგეთხოვება რა, უფრო მეტი, იმიტომ რომ თუ რა თქმა უნდა არ იყავი აქამდე უფრო ცნობილი და რაღაცა, იმისი არ გადევნებდნენ თვალს. და ეხლა უკვე ყველა გიყურებს პატარა თქვენი გულშემატკივრები რაღაცა და უფრო მეტია საჭირო რომ ეს ტიტული შენარჩუნდეს და უფრო მეტი გააკეთო შემდეგისთვის. შემდეგი შეჯიბრი როდის გააქვთ? აპრილშია ევროპის ჩემპიონატი. ის მზადება დაწყებულია უკვე და გავდივართ შეკრებებს. გასვლითი შეკრებებიც გვექნება, სპორები. და ნახოთ, ევროპის ჩემპიონატზე გამოჩნდება ყველაფერი. და ყველაზე ალბათ ისეთი სანუკვარი ოცნება არა, მიზანი შენი არის. რა თქმა უნდა, ოლიმპიური ჩემპიონობა რა. ეხლა არა ოლიმპიურ წონაში ვარ. მაგრამ რავი, რა თქმა უნდა, ოლიმპიური ჩემპიონობა ყველას უნდა და მეც რა თქმა უნდა, ესაა ჩემი მიზანი, რომ ოლიმპიური ჩემპიონი გავხდე. შევისვლი წონას. რა თქმა უნდა, ჩემით არა, მწვრთნელების რჩევით და მწვრთნელების ის გათვალისწინებით. და რა თქმა უნდა, ოლიმპიურ წონაში გადავალ და რა ვიცი. ხო, ეს ოლიმპიური წონა რა არის? 60 კილო. მე ვასპარეზობ 55 კილოში. ყველაზე ნაკლები არის ესა, ხო? 55 კი. არა, ოლიმპიურზე 60 და ხო? კი. გასაგებია, წინ გაქვს ყველაფერი. ფულის ყავა. კი. ცირა მაინტერესებს შენ, ანუ ეხლა ასეთი ახალგაზრდა ხარ და ზოგადად ხა ისეთ პერიოდია, ხო იცი ეს რაღაც პლანშეტები და მობილურები და მოკლედ ტექნოლოგიური ესეთი პროგრესის ხანაში ვართ და ნუ აი ეს ბავშვები ძალიან არიან ესე ჩართულები, ახალგაზრდები. ჩვენც ახლა დიდები რა თქმა უნდა, მაგრამ აი შენ როგორ გაუმკლავდი ამ პერიოდში, აი როცა ხო იცი ბავშვი რო ხარ და რაღაც თან თამაში გინდა და ამ დროს უნდა ივარჯიშო და ეს ანუ აი ეს მომენტი როგორი ქონდა და როგორ რა თქმა უნდა ოცნება გააქვს და მიზანი გააქვს რაღაც დასახული, მაგ მიზნისთვის ყველაფერი უნდა გადადო რა. რავი, ალბათ ის იყო რომ მიზანი მაქვს და მაგისთვის ყველაფერს ვაკეთებ რომ ეს მიზნამდე მივიდე და მე თუ მაგალითად ტელეფონში ვიქნები სულ და არაფერს არ გავაკეთებ, მაგ მიზნისგან ძალიან შორს წავალ და ეგ რა თქმა უნდა არ მინდა და რა თქმა უნდა ვაძალებ ჩემს თავს, რა თქმა უნდა მოთხოვნილებები ყველას გვაქვს და ალბათ ეგ არის რა. თავს უნდა დააძალო პირველ რიგში, რომ იცი რომ ეგ ცუდია, ეგ არ უნდა გააკეთო რა. თუ რა თქმა უნდა გინდა რაღაცას მიაღწიო, ნებისმიერ სფეროში, ალბათ ეგრეა. არა მარტო ჭიდაობაში, არამედ ვიცი. ყველა სპორტში და ნებისმიერ სწავლაში და ყველაფერში. და ვინ იყო ეს შენი ყველაზე ისეთი დამრიგებელი, ასე ვთქვათ, ესე დიდი მხარდამჭერი ამ. რა თქმა უნდა, ოჯახის წევრები ძალიან დიდი როლი აქვს ჩემს ცხოვრებაში. ძალიან დიდი როლი ითამაშეს ჩემს ცხოვრებაში და რა ვიცი, მადლობას ვუხდი ჩემს ოჯახის წევრებს.
მეგობრებს, რა თქმა უნდა, სამეგობრო წრე ყავს ძალიან კარგი. რა ვიცი, მოკითხვა აქიდან ყველას. და მწვრთნელები კიდე რა თქმა უნდა. მინდოდა რა თქვი, იყო ესეთი მომენტი, რომ მაგალითად ისინი გეუბნებოდნენ, რომ აი გაანებე თავი და ის და თუ შენ თვითონ ხო არა, ოჯახის წევრები მაგალითად, რომ აი გაზალებდნენ თუ არა, აი მიდი ვარჯიშე და ეს თუ არ დაგჭიროებია ეს. რა თქმა უნდა, თავიდან ახლა როცა პატარა ვიყავი, თავიდან კი იყო რაღაც, იმიტომ რომ სულ მინდოდა რომ რაღაცას მეთამაშა, რაღაცა მეყურებია და სულ მქონდა რა თქმა უნდა, მაგრამ უკვე რომ პირველად მოხვდი 13 წლის ასაკში ნაკრებში რა. და იმის მერე უკვე თან შეკრების ბორებზეც არ მქონდა ტელეფონი გვართმევდნენ, ან ჩაგვაბარებიებდნენ და წასვლის დროს გვაძლევდნენ ხოლმე ტელეფონებს და არ მქონდა ის ტელეფონის მოთხოვნილება გვიქრებოდა საერთოდ რა, მოთხოვნილება. და იქნა მივეჩვიე უკვე რა. სიმართლე გითხრათ თავიდან ახლა რა თქმა უნდა მქონდა ტელეფონის რავი, ვარჯიშზე კიდე ისე ვერ ვიყავი, როგორც საჭირო იყო რა. იმიტომ რომ მიჩვეული არ იყავი იქაურ სიტუაციიდან პირობებს დღის რეჟიმს და როცა სანამ ჩარჯდები კალაპოტში იქამდე სულ რთულია რა და უკვე რომ პირველად მოხვდი ასაკობრივ ნაკრებში, იმის მერე უკვე ჩემს თავს უფრო მეც ვთხოვ, ვიდრე მაგალითად 9 წლის ასაკში მოვთხოვდი ჩემს თავს. და აი მაგალითად რას ეტყვი ახალგაზრდებს უფრო შენზე უმცროსი ასაკის ბავშვებსაც, რომლებსაც რაღაცის მიღწევა უნდათ და ზოგადად რას ურჩევდი? იმიტომ რომ ახლა სოფლიო ჩემპიონისგან რჩევა არის ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანი. ურჩევდი იმას, რომ მიზანიც აქვს, მიზანიც აქვს დასახული, იმ მიზნისკენ გააგრძელონ ყოველთვის ბრძოლა და რა თქმა უნდა შედეგი აუცილებლად მოვაღონ, თუ რა თქმა უნდა გულით უნდათ ეს და ზედაპირულად არ უნდა რომ მე იცი რა გავხდები სოფლიო ჩემპიონი, გავხდები ევროპის ჩემპიონი, ამას მივახწევ, ისე არა. თუ რა თქმა უნდა გულით გინდა და მაგისთვის ყველაფერს აკეთებ, მაშინ რა თქმა უნდა ყველას გამოუვა ეგ. იქნება რა თქმა უნდა დაბრკოლებებიც, რომელიც შეიძლება ჩავარდნებიც ჰქონდეს სპორტსმენს, მაგრამ იმან არ უნდა შეაშინოს რა, უნდა განაგრძოს ბრძოლა მიზნისთვის ყოველთვის. შენი ხა თქვი რომ აი ჩავარდნები და ისინი დაბრკოლებები შეიძლება ქონდეს და რასაკვირველია ეს მარტო სპორტში კი არ ცხოვრებაში სულ არის და ამის გარეშე ალბათ ცხოვრება არ არსებობს, მაგრამ აი შენი ხა 18 წლის ასაკში ესეთი მიზნისთვის მიღწეული და აი ქონია ის მომენტები რომ აი მართლა ის ჩავარდნები და რაღაცები, როდესაც გიფიქრია რომ რაღაც აი თავის დანებებაზე ეს ზოგადად გიფიქრია. კი, რა თქმა უნდა მქონია ის რომ ჩემს კარიერას ვასრულებდი, საერთოდ არ მინდოდა. ჭიდაობა და რომ მე ისე შემიყვარდა ჭიდაობა თავიდანვე რომ ის თავიდან ქონდა ესეთი? ანუ ხო. ევროპის სოფლიო ჩემპიონატი წავაგე 2023 წელს და მან თქვი პირველად რომ მე თქვი მივატოვებ ჭიდაობას, აღარ მინდა მეთქი რა. და ჩამოვედი სახლში, საქართველოში და მე სახლში რომ მივედი, გადაწყვეტილი მქონდა მიტოვება რა და მშობლებმა, რავი, ბევრი მელაპარაკა მშობლები, რომ ამ ერთი წაგებით არაფერი არ იცვლება და რავი, მეც რომ დავფიქრდი, დაახლოებით ერთი თვე არ მივლია ვარჯიშებზე რა. მეთქი მივატოვებ მეთქი ვარჯიშს და ერთი თვის მე ისე მომენატრა, ისე ჭიდაობა რომ მაგის გარშე არ შემიძლია რა ეხლა დღემდე. და არის რა, ალბათ სიყვარულია ყველაფერი რომ შეგიყვარდება, მე უკვე, რავი, ვერ დაანებებს თავს. და იგა ფიქრი რა თქმა უნდა მქონია, მივატოვებ ჭიდაობას აღარ მინდა. მქონდა. მაგრამ რომელიც ძალიან ცუდია. იმას არ ურჩევ არავის, მაგის, რავი, როგორ თქვა. თავის დაანებებას ხო, ფარხმის დაყრას ასე. კი ბატონო, კი. ყოველთვის არის ხოლმე ეს წარმატების გზაზე ესეთი მომენტები. ჩავარდნები ყოველთვის არის. ხო. შენ აი როგორ ატარებ ხოლმე დროს აი მის გარდა რა, ანუ აი მაგალითად ხო გაქვს რა თქმა უნდა თავისუფალი დრო. ძალიან საინტერესოა, აი რას აკეთებ ხოლმე მაგალითად. მეგობრებთან ვარ სულ. მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან და როცა თავისუფალი დრო მაქვს, ყოველთვის ვერთობი. წინათაც თქვი რომ თავიდან ფეხბურთი მინდოდა მეთქი და სულ სტადიონზე ვარ ყოველთვის. თამაშობ მეგობრებთან ერთად. ასევე დროს ვატარებ ოჯახის წევრებთან ერთად. ნათესავებთან რომელიც, რავი, მოკლებული ვარ მაგათთან ერთად ყოფნას, იმიტომ რომ სულ შეკრებებზე ვარ და ფიზიკურად არ მრჩება იმის დრო, რომ მათთან ერთად, რავი, ელემენტარული ჩამოვშე და ვილაპარაკო და ის 10-15 დღე როცა გვაქვს ხოლმე დასვენება ევროპის ჩემპიონატის მერე, სულ სახლში ვარ და რა ვიცი,
ის ჩემი მონატრებული ადამიანები იქ რო არიან ძალიან მიხარია და მათთან ერთად ვატარებ ყოველთვის დიდ დროს. ოჯახი ვისგან შედგება, ყავს დედა, მამა და კი, ერთი და მყავს. ერთი და ხო? და იქ ხო, ხობში ხო? კი. იქ ახლა ძალიან საამაყო ადამიანი ხარ, ალბათ ესეთი ის მარტო მთლიანი საქართველოსთვის, მაგრამ ახლა ხო იცი, მაინც შენი რაიონია და იქ ალბათ განსაკუთრებით. ძალიან მიყვარს ჩემი რაიონი და რა ვიცი. ყველაფერს ვიზამე იმისთვის, რომ წარმოვაჩინო საზღვრის გარეთ და რა ვიცი. ყველას ვაჩვენო საიდან ვარ. რაც შეეხება აი სპორტის ახლა რო დაგაჯილდოვეს, ხო? ანუ შენ გახდი ჯერ ოლიმპიურმა კომიტეტმა დაგაჯილდოვა როგორც ოლიმპიური იმედი. და შემდეგ უკვე სპორტის სამინისტრომ გაღიარა როგორც წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი. ხო. აი ეს ახლა დამატებით კიდევ რაღაც პასუხისმგებლობას გადასვლას, ხო? გაგიხარდა ალბათ, ხო? რა თქმა უნდა ის რომ ისეთი ჯილდო ხვდა წილად რომ საუკეთესო სპორტსმენი, საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი ჩემთვის ძალიან დასაფასებელია რომ ეს ჯილდო ხვდა წილად და რა თქმა უნდა ამას გამართლება უნდა იქით რომ ანუ ამ ერთი თქო არ მთავრდება ეს ყველაფერი და ეს ჯილდო რომ დამსახურებულად რომ ხვდა ის რომ ვაჩვენო ხალხს რა. ელოდი ისე საუკეთესო სპორტსმენს სიმართლე გითხრა არ ველოდი, იმიტომ რომ იყო ისეთი სპორტსმენები იყვნენ ჩემს გარშემო რომ ძალიან დაფასებული ამ მსოფლიო ჩემპიონები, ევროპის ჩემპიონები და მართლა არ ველოდი რომ მე მოხვდებოდი მათ შორის. ძალიან მიხარია ეს ყველაფერი. შენ ეხლა ანუ ძალიან კარგ დონეზეა ზოგადად ხო ეს ჭიდაობის ანუ სახელმწიფოსგან გაქვთ ხო ესეთი ხელშეწყობა ამ მიმართულებით? რა თქმა უნდა. ჩვენი ფედერაციისგან რა თქმა უნდა გიკეთებს ყოველთვის შეკრებებს საზღვრების გარეთ, რომელიც გასვლითი შეკრებები ყოველთვის საჭიროა სპორტსმენებისთვის. და რა ვიცი, ყველანაირად ჩვენზეა გადმოყოლილი სპორტსმენებისთვის, რომ რამე არ მოგვაკლდეს რა. ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის განვითარებისთვის ზოგადად, რომ იყოს სახელმწიფოსგან მხარდაჭერა და ხა რასაც უყურებს, რა თქმა უნდა, ძალიან ისეთი სპორტსმენები, ჩვენი სპორტსმენები ესეთ წარმატებებს აღწევენ წარმოუდგენელს. ხო, და ძალიან მაგარია ეს. რაც შეეხება შენს ამ ჯილდოებს, ახლა წინ გაქვს კიდე უამრავი ჩემპიონატი. ხო, ის როგორც ვქვა ჯერ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ეხა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ სოფლიო ჩემპიონატია. ამას მზადდება უკვე დავიწყეთ. წარმოვაჩინეთ საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე აპრილის თვეში. და უკვე ახალი შემართებით თქოს ეს რა თქმა უნდა. ის რაც გავაკეთე 2025-ში, ის დარჩა 2025-ში და რავი ახალი შემართებით ვიწყებ 2026 წელს მზადებას და რა თქმა უნდა ტიტულების მახვეჭას. ისე რა მაინტერესებს. ანუ ყოველი გასვლის წინ ნერვიულობ? რა თქმა უნდა განცდა ყველა სპორტსმენს აქვს ის რომ მაგალითად შენი ნაშრომი და რაღაცა ანუ ეს და ისეთი ნათქვამია რომ არ ჩამივარდეს წყალში რაღაცა. იმიტომ რომ შეიძლება არ წავიდეს ისე შეხვედრები რომ ანუ ვერ მოიგო რა და იმას არ ნიშნავს რომ შენ ეს ნაშრომი წყალში ჩაგეყარა რა თქმა უნდა შემდეგ ის რომ გააგზელებს შრომას რა თქმა უნდა ის რაც ქონდა ნაშრომი მას ემატება ყველაფერი და ერთ დღეს მაინც იჩენს თავს. და რა თქმა უნდა ნერვიულობა ყოველთვის არის და ყველა სპორტსმენს აქვს მე მგონი განცდა რა ის რომ ანუ ფიქრი რა ასე რომ ვთქვათ. მაგალითად არ წავაგო და ასე შემდეგ. მაინც არის ხო ზოგადად ეს ხო ესეთი ალბათ პასუხისმგებლობის მაღალი შეგრძნების ამბავია. ძალიან ბუნებრივია ხო? ხო და უკეთ ხა ძალიან რა თქმა უნდა წარმატებებს გისურვებ წინ არის კიდევ მართლა ძალიან ბევრი შენი ჩემპიონობა. მადლობა. და ყველასთვის უნდა იყოს მაგალითი და ესეთი წარმატების ამბავში. მაინტერესებს მაგალითად ხა შენ თქვი რომ ბავშვობაშიო ფეხბურთი მიყვარდაო ხო? და ეხლა ფეხბურთს უყურებ ხოლმე ესე? კი, რა თქმა უნდა. ძალიან სასიხარულოა. ჩვენი ბიჭები დიდ გუნდებში თამაშობენ, ხვიჩა, მამარდა და რავი ბიჭები, ბევრი. რომელიც ძალიან სასიხარულოა, რომ პატარა ქვეყნიდან არიან წასულები და იქ ჩვენი ქვეყნის დროშას, სახის წარმოაჩენენ.
და მოკითხვა და წარმატებებს უსურვებ ყველას. და ისე იცნობ უკვე აი ესე პირადად გაქვს უკვე ესე სპორტსმენებთან, არა, მარტო ფეხბურთელებთან არა, ზოგადად, აი რა თქმა უნდა, ბევრი გავიცანი, კი, რა თქმა უნდა, ბევრი გავიცანი ტიტულოვანი სპორტსმენები, რომელიც უფრო პატარა ასაკში მქონდა ის ოცნება, რომ შევხვდე ამათ და ისე მაინც დავილაპარაკო რა. და რავი, ამისრულდა ეს ოცნებების და ნელ-ნელა ოცნებები ხდება და ძიუდოდანაც ბევრს ვიცნობ რა. და რომელიც ძალიან ტიტულოვანი სპორტსმენებია, ლაშა ბექაური, ეთერ ლიპარტელიანი და რა ვიცი, ბევრი ძალიან. ხო, ლაშა ძალიან, ანუ ახალგაზრდა იყო ძალიან, ახალგაზრდა არის ეხლაც, მაგრამ პატარა იყო პირველად, რო გახდა ოლიმპიური ჩემპიონი და ისიც ამხელა ძალიან დიდი სპორტსმენია და რავი, წარმატებებს უსურვებ მასაც. და რომ ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდ რაღაცას აკეთებს. მოკლედ ახლა წარმატებებს გისურვებ შენს ამბებში, სადაც სპორტულ კარიერაში ძალიან დიდ წარმატებებს გისურვებ, რასაკვირველია და კიდევ ერთხელ გესახელებინოს და მრავალჯერ, ერთხელ კი არა და მრავალჯერ ჩვენი ქვეყანა და აგეშღერებინოს საქართველოს ჰიმნი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და რა ვიცი, მაგალითი ყოფილიყავი ძალიან ბევრი შენი თანატოლისთვის. კაი ხარს, მადლობა.